რამდენიმე საათში ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ მორიგი მოსმენა გაიმართება. ჰელსინკის კომისიის წინაშე მაკენის სტიპენდიანტი სალომე ზურაბიშვილი და ტაივანის მიერ დაფინანსებული თინა ხიდაშელი წარსდგებიან. ნაციონალური მოძრაობის მიერ ნაყიდ ჯო უილსონს და მის მოკავშირეებს ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები აშფოთებთ და ეს იმ ფონზე, როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანა და თავად შეერთებული შტატები ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობენ. მმართველი გუნდისთვის ჰელსინკის კომისიის ეს მოსმენაც მორიგი საცირკო წარმოდგენაა. ნინო არღულიანი გიამბობთ. პარტნიორიდან პრობლემამდე ჰელსინკის კომისია საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშის მოსმენას დღეს სალომე ზურაბიშვილისგან და თინა ხიდაშელისგან გეგმავს. სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილია, რომ კომისიისთვის მთავარი პრობლემა საქართველოში ჩინური ინვესტიციებია, რაც აღქმულია, რომ რეგიონში შტატების ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეხლა აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან. გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით აკეთებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან, რასაც ავალებენ, მზად არიან და ყველაფერს აკეთებენ თუნდაც ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. ქართველი მომხსენებლების სიტყვა, როგორც ჩანს, ქუჩის ოპოზიციასთან გავლილია. სწორედ ამიტომ თბილისში დარჩენილები მეგობარი აქტის გაცოცხლებას და ამერიკული სანქციების მოთხოვნას ელოდებიან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყურადღება იქნება გამახვილებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება იქნება გამახვილებული მეგობარ აქტზე, სანქციების პაკეტზე, რომელსაც ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. წარსული გამოცდილებით მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ეკა გიგაურის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას დღეს ხიდაშელი ზურაბიშვილისგან მოისმენენ, რადგან მმართველი პარტიისთვის ჰელსინკის კომისიის წევრებიც და მოწმეებიც Deep State-ის გეგმით მოქმედებენ, რაც შეეხება ჩინეთთან პარტნიორობას. ქართულ ოცნებას კრიტიკა აკვირვებს განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ამერიკა აქტიურად ცდილობს. მიზანმიმართული მცდელობა, რომ საქართველო ჩაითრიონ ჩინეთსა და ამერიკას შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში და აი ამ ორ დიდ სახელმწიფო შორის ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ საჯილ დაუქვათ აქციონ, მაშინ, როდესაც თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აცხადებს ჩინეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საქართველოს მცირე, მაგრამ მაინც არსებული სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან გამოაცხადონ რაღაც დიდ გეოპოლიტიკურ პრობლემად. თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა საქართველოს წინააღმდეგ დასასმენად მიდის ჰელსინკის კომისიაში, ტაივანის ერთი ჩვეულებრივი გავლენის აგენტია, რომელიც ისევ და ისევ ჩინეთის გაშავებისთვის იღებს ფულს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, უმნიშვნელოვანესია, ძალიან ვუფრთხილდებით ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არის მათ სხვათა შორის ხელშესახები, უმოკლეს ვადაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე და თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ ეს არ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩავარდნილი სანქციების დაპაუზებული მეგობარი აქტის შემდეგ ამერიკელმა მეგობრებმა ქართული ოპოზიციის საშუალად ჰელსინკის კომისია იხმეს, სადაც უკვე დიდი ხანია რადიკალები თბილისიდან სასურველი სტუმრები არიან.